დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად შემოგვიერთდნენ დავით მაისურაძე, კალიგრაფი და პლაკატის დიზაინერი და მზია სულგულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საუბრობ აი ამ პლაკატზე, რომელიც ქართულ ანბანს, მის ისტორიას მოიცავს პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ. საიდან წამოვიდა იდეა, რომ შეგექმნათ ასეთი ნიმუში? იდეა ამ პლაკატის შედგენისა გაჩნდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ბატონ ბუბას ეკუთვნის იდეა. იმ პერიოდში მე ბატონ ბუბასთან მუშაობდი და გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად რაღაც შეგვედგინა პლაკატი, რომელიც მანამდე არსებული პლაკატებისგან განსხვავდება იმით, რომ უფრო მეტად ინფორმაციულია, გარდა ქართული ანბანის სამისახეობის ასოების ჩამონათვალისა, მოიცავს ასევე განვითარების ისტორიას და სხვადასხვა ქართულ ანბანთან დაკავშირებულ თემების მოკლე მიმოხილვას. ქაბატონზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საგანმანათლებლო შემეცნებითი პლაკატი, თქვათ, სკოლებისთვის ან სხვა საგანმანათლებლო სასწავლებლებისთვის? ეს პლაკატი არის მართლაც ძალიან ინფორმატული, რაც შეეხება ქართულ დამწერლობას. დამწერლობა თავისთავად დამწერლობასთან დაკავშირებული საკითხები ის ისტორიასთან არის უაღესად საინტერესო ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და უფრო სკოლებისათვის, რადგან თავისთავად დამწერლობის განვითარების ეტაპები, კაცობრიობის აზროვნების განვითარების ეტაპებს ხსნის და ესეთი დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო ყოველი ახალი საფეხური, თქვა, დამწერლობის ტიპების ახალ საფეხურზე გადასვლა, როგორც იყო, თქვა, მეტალურგიის განვითარება. შეცვალა მან ადამიანს, შეცვალა ისტორია და შეცვალა საერთოდ განვითარების გზები. აი აქ გახლავთ ქართული ანბანი, ანბანური დამწერლობა, ანბანური ჩვენი დამწერლობა ხო ანბანურია, ანუ ალფაბეტური როგორც უწოდებენ, ეს გახლავთ ასე ვთქვათ, ბოლო ეტაპი, ამის იქეთ უკვე არც განვითარებულა, იმიტომ რომ საჭიროება უკვე აღარ იყო საჭირო, ეს ყველაზე სრულყოფილი დამწერლობა, ანბანური დამწერლობა დამწერლობათა შორის. და ჩვენი ანბანი ორიგინალურია იმით, რომ აი თავის თავში მოიცავს სამ განსხვავებულ სახეობას. და აი ამ პლაკატზე გახლავთ აი ეს სამივე სახეობა წარმოდგენილი. შემდეგ მისი გამოყენების სფეროებიც არის ნაჩვენები და ნიმუშები ამოღებულია უკვე საკუთრივ ხელნაწერებიდან, სხვადასხვა იქ ნუსხურია თუ ასომთავრულია, მხედრულია და აი განმარტებები ახლავს თან, რომელიც წარმოდგენა შეუქმნის მკითხველს, მოზარდს უპირველეს ყოვლისა მათთვის არის ეს საინტერესო, რა სფეროში გამოიყენებოდა ესა თუ ის სახეობა. ქვემოთ გახლავთ კიდე აი მითითებული ეს ფერადი ზოლები რომ არის, ეს უჩვენებს აი დაახლოებით, რა თქვა, ჩვენ რადგან ზუსტი მიჯნები არ ვიცით მოუღწევლობის გამო, აი როდიდან ცვლის ერთი სახეობა მეორე სახეობას. ამიტომ ესეც კი აი ქვემოთაზოლებიც ასევე უკვე ქრონოლოგიური ანბანის გავრცელების, დამწერლობის, აი შიდა სახეობების გავრცელების ქრონოლოგიურ მაჩვენებლებს უხსნის, აძლევს ჩვენს მკითხველს. გარდა ამისა, ანბანს ძველად ყველგან და მათ შორის ჩვენთან ქონდა რიცხვითი მნიშვნელობა. ასე იგი თქვენ ძველი ტექსტი გადაშალთ ნახავთ, რომ როდესაც უნდა ვთქვათ რაღაცა თარიღი ავტორმა თქვას, აუცილებლად ასოებით გამოხატავს ასოთა რაღაც კომბინაციით ამ რიცხვს, ამა თუ იმ რიცხვს და აი ეს ზუსტი შესატყვისობები მან იცოდა წიგნობარმა უსათუოდ და აი ეს შესატყვისობებიც არის აქ მოცემული. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ჭირდება დიდებსაც და პატარებსაც ტრანსკრიფცია. ხა ნებისმიერი ენის შემსწავლელს ჭირდება მეორე ენის ტრანსკრიფციის ცოდნა და აი აქ ლათინური ტრანსკრიფციაც არის მოცემული და ამითი თქვათ ურთიერთობებისთვის, კონტაქტებისთვის თუ დაჭირდეს მას თავის ენაზე ახალგაზრდებს რაღაცა თავის ენაზე გამოთქმით დაახლოებით მიაწოდოს თავის პარტნიორს, მას ამის შესაძლებლობაც ექნება. აი ეს მართლა ძალიან ინფორმატულია ამ
ანბანისადმი სხვა ადრეც არსებულა პლაკატები გაუკეთებიათ, მაგრამ აი ეს არის ნამდვილად ყველაზე უფრო ჯერჯერობით არსებულთა და სრულყოფილი არის მე შემდეგ კიდე აი მხატვრული ელემენტი აი ხედავთ თქვენ იქა ეს ასოებია მთელი ჩვენი წიგნობრების მხატვრული ფანტაზია იყო ხოლმე ჩაქსოვილი ამ ხელნაწერი წიგნის შექმნაში. ახლა მოგიხსენებათ რომ მხატვრობა თავისთავად ქრისტიანულ აღმოსავლურ ქრისტიანობაში მაინც განვითარდა როგორც წიგნის მხატვრობა, ან როგორც კედლის მხატვრობა. აი სხვანაირი მხატვრობა დაზგურს ვეძახიან ეს მართლმადიდებლობაში არ დაიშვებოდა, ამიტომ მთელი ეს შემოქმედებითი უნარები აი ამ გრაფემების გამოსახვაში იხარჯებოდა და ნუ კედლის მხატვრობაზე ახლა ხელი რა თქმა უნდა არ მიუწვდებოდა, როგორც წიგნის მინიატურაც სულად არაჩვეულებია ჩვენს ხელნაწერებში და თვითონ აი გრაფიკული მოხაზულობები დაათვალიეროთ თქვენ ახლა სხვადასხვა სახეობის ანბანისა ის იქნება აი მხედრული თუ უფრო კონსერვატორული ნუსხური აი კიდევ გვაქვს იქ ეპიგრაფიკული ძეგლია ის ქვაზე შესრულებული უძველესი ნიმუშებით მოცემული. ისიც არის საინტერესო, ეს არის მოზარდებისთვის თავისთავად. როგორ მივა ეს ანბანი და პლაკატი მოზარდებამდე თუ არსებობს ეს? დიახ, პლაკატი ჩვენ დამზადებული ჰქონდა უკვე ზაფხულში, მაგრამ სამწუხაროდ მის დასაბეჭდად გარკვეული სახსრები იყო საჭირო და ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი ხადაჭერით და თანადგომით შეძლო რომ დაიბეჭდა ეს პლაკატი და სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩვენ იმაშიც გვეხმარება რომ ეს პლაკატი გავრცელდეს სკოლებში მეცნიერების სამინისტრო აპირებს რომ მიაწოდებენ სკოლებს გადასცემენ. აქვს რეკომენდაციები თქვით იმის შესახებ პედაგოგებისთვის რა თქმა უნდა თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს სასწავლო პროცესში. ცითი რეკომენდაციები ან ვისთვის ეს კონკრეტული ასპექტები რომ მოყოლებლებს შესანიშნავ სივრცეს, მისის დავალებები, მისის სხვადასხვა სახეობაზე, ან საერთოდ სხვა ანბანზე, აი თემები შემოიტანოს, რამდენადაც მახსოვს არის სასწავლო პროგრამაშიც ანბანის წარმოშობა საერთოდ არის შეტანილი და აი ეს კიდე დამატებითი მასალაა და ეს თქვათ ისტორიის გაკვეთილზე ესეთი ცოცხალი საინტერესო კამათის ან მსჯელობის საშუალებას მისცემს ეს მასალა და კიდე რაღაცა საშინაო დავალებების შესრულებისთვისაც სახალისოა ცით ეს ისეთი თემა რომელიც ახალგაზრდებში იწვევს ესეთ ენთუზიაზმს აი ჩვენთან განსხვავებული ფორმით ინფორმაციის მიწოდებას თუნდაც გასაგებია. ენაც შერჩეულია ისეთი რომ მოზარდებისთვის უფრო გასაგები იყოს რაღაც პალეოგრაფიული ტერმინები ამოღებულია სამეცნიერო ლიტერატურაში. ეს დაეხმარება. ვიზუალური მასალაა. შედგენილობასთან დაკავშირებით დავამატებ თუ შეიძლება ხშირად ჩემი მეგობრებისგანაც უფროსებისგანაც და უმცროსებისგანაც გამიგია გაუგებრობები მასთან დაკავშირებით თუ როგორ განვითარდა მხედრული ასე განსხვავებული დამწერლობა ასომთავრულისაგან რომელიც საერთოდ არ გავს დღევანდელ ქართულს დღევანდელ მხედრულს და აი ჩვენ პლაკატზე ამის ასახსნელად გადავწყვიტეთ რომ ტრადიციული სამი საფეხურის გარდა დავიტანეთ ასევე შუალედური დამწერლობა შუალედური საფეხურების შესახებ ინფორმაციას. ანუ ასომთავრულიდან ნუსხურზე გარდამავალი კალიგრაფიის მაგალითიც არის აქ მოყვანილი ილუსტრაციის სახით და ასევე ნუსხურიდან მხედრულამდე. გარდა ამისა ხშირად ისწავლება ისე რომ თითქოს ასომთავრული გამოიყენებოდა რაღაც პერიოდში შემდეგ ასომთავრული ჩაანაცვლა თითქოს ნუსხურმა და ნუსხური ჩაანაცვლა მხედრულმა თუმცა ეს მთლად ზუსტი არ არის ისტორიული განვითარებად ქართულ დამწერლობისა გვიჩვენებს რომ ასომთავრული და ნუსხური ხშირად პარალელურად გამოიყენებოდა ასევე მხედრულიც მათ პარალელურად გამოიყენებოდა თუმცა მათ ჰქონდათ განსხვავებული ფუნქციები მეცაც დიახ
მეცაც სფეროები. მეცაც მეტიც შეიძლება ვთქვათ, რომ დღემდე გამოიყენება ასომთავრული და ნუსხური, თუმცა არა საყოველთაოდ, არამედ გარკვეული ფუნქციებით. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღემდე იყენებს ხუცურ დამწერლობას და აი ის ტაბულა ქრონოლოგიური, რომელიც ქვემოთ ყველაზე ქვედა ნაწილშია განთავსებული და რომელიც ქალბატონმა მზიამაც ახსენა, სწორედ ამას აჩვენებს თუ რა სფეროში, რომელ საუკუნეში რა სფეროში გამოიყენებოდა ამ სამი მიმართულებიდან თითოეული და იმასაც აჩვენებს, რომ დღემდე მოქმედია სამივე, თუმცა განსხვავებული ინტენსივობით, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ დავით მაისურაძე, კალიგრაფი და პლაკატის დიზაინერი და მზია სურგულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი. ნახოთ რეკლამა, შემდეგ მოვამბე და დაგიბრუნდებით.